მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ სანდრო კალმახელიძე და თქვენ უყურებთ სანდროს გარაჟს. და განსხვავებული ვიდეო გვექნება და ეხლა რა ხდება ყველაფერს გეტყვით. ჩვენ ვართ დიდი ღომში გუდვილთან, ცხრის ნახევარზე დილით და რა უნდა გვინდოდეს გუდვილთან, ცხრის ნახევარზე დილით თუ არა მანქანების დახვედრა. მოკლედ ჩამოგვივიდა მანქანა არა 4 მანქანა, რომელიც ძალიან ძვირად ვიყიდე, აი იმხელა თანხაჩავდე ამ 4 მანქანაში, რომ ეხლა რომ ნახავთ შეიძლება არ ვიცი რა რამ გაყიდინაო ვიფიქრეთ, მაგრამ მაინც მე მგონი მაგარი მანქანები იქნება ამ ფასად, ამიტომ წამოდა ვნახოთ აბა. მოდი ვნახოთ აბა რა მანქანებია ჩამოსულა ევაკუატორით. ჩვენი ძვირიანი Ford Escape, Volkswagen Jetta და Toyota RAV4. ეს არის 2019 წლიანი Ford Escape, რომელიც ვიყიდე $900 მეგობრებო. ესეც ჩვენი 2015 წლიანი Volkswagen Jetta, რომელშიც გადავიხადე ძალიან ძვირი $450. ეს უკვე გაცილებით ძვირიანი მანქანაა, ძმაო, $3000 გადავიხადე ადგილზე და Toyota RAV4-ია 2015 წლიანი. ეს კი 2014 წლიანი Subaru XV Crosstrek, რომელიც ვიყიდე $425-ად. მოკლედ სამივე მანქანა ნაყიდი მაქვს შეუმოწმებელი სტატუსით, სამივე მანქანას გასაღები აქვს დაკარგული და ლატარია არა, ან დაიქოქება მანქანა, ან არ დაიქოქება. 50-50, გაიგე? ანუ გასაღები არა აქვს Ford Escape-ს, RAV4-ს და Volkswagen-ს რა. Subaru იქოქება დადის გიჟივით. ამ ახლა ვიზუალურად დავათვალიერო. ეხლა რა ჭირს ამ Escape-ს, მოდი ვნახოთ, აბა. აქეთ ამ ხარეს აქ გასმული, აქ ეთყობა რომ კაი მოშნათი პაკლი აქ დადებული. შიგნით რა ხდება? აქ შუშა აქ გატეხილი. ოპა, შიგნით სრული სისუფთავეა, მეგობრებო. მაინც ავიდეთ. ჩავხედო ერთი. ნადირი ცხოვრობდა თუ რა იყო შეშობელძაღლო, მანახერთ. ნადირი ვარ, ნადირი. ამას უყურეთ რა ხდება. ეს რა ჯანდაბა. აი აქ რანაირად ცხოვრობდი, ან ეს ბრასლეტები როგორ გეკეთა ხელზე. ან აი ეს რა, ჩაო აქ სუნთქვა შეიძლება ძო. ვა, ნახე რა აჩქებია. სერიოზული სიმა, ოღონდ ცალი ის აქ რა. ყური, ამ მანქანაში რადიაცია იქნება. მეგობრებო, ჩემი აზრით უკან აქ კაი ამბავი არ იქნება. რადგან წინ თუ ესეთი რაღაც ხდებოდა, უკან შეიძლება ცოტა სექსუალური რაღაცები ეყაროს. კიპოვე, ხელს ამას ვერ მოვკიდებ, რადგან გახსნილია. ეს მაინც გადაგეგდოდო. კაი, ის იმედია ის ნახმარიც აქ არის. აჰა, კიდე ერთი. ვაი, თქვენ ნაძირლებო თქვენ. ოი, ძრავი ისე რა ხდება? ვაფშე ძრავია აქ. ჯერ სალონი ვნახოთ, ძღოლის მხარეს რა ხდება. არა, აქ სუფთაატო. აქ გაგიკვირდება და ისეთი სუფთაა. მეგობრებო, აქ რა სისუფთავე ყოფილა. ძალიან. ანუ ძღოლის სავარძელი სუფთა იყო, რა იქით ხარეს ხდი და ნაგავს. არანაირი ჭუჭყი და დაბინძურება. ამას წინ ვერ ვწევთ. საბარგულსაც ალბათ ვერ ავხდით. კაი, ახლა შემდეგი ნაბიჯი ამის იქნება უკვე ჩამოგორება და თუ დაიქოქა ეს საწყალი ეს. რამე სასარგებლო ხო არ არის. ეს პამპერსი არ არის, თუ რეჯენდა, თუ ბანდაჟია. დოლარები არ არის? არა, ვიზუალურად არ არის ცუდი რა, ეხლა რაფასიც არის გადახდილი. სალონში უკეთეს მდგომარეობაც არ ცდილობდი, მაგას ახლა კინწვენდა უნდა და საკაიფო გაწვენდა გარედან და შიგნიდან და არჩენი ვიზუალურად გაკეთდება ეს ყველაფერი რა. 1 და 5 ძრავით არის, 4-ვე წამყვანია, წელიც ნორმალური აქვს. თავარი ახლა ძრავში არ ეყაროს ის ნაგავი რაც სალონში ეყარა და არჩენს არ აუშავს. და ჩვენი შემდეგი მანქანა არის Volkswagen Jetta 2-დან 0 ძრავით 2015 არის, რომელსაც ვიზუალურად მე მგონი დაზიანება ისეთი არაფერი აქვს რა. ამასაც ერთი გასაღები რო არა, ეგ არის რისკი, თორე. შიგნით აბა 3, 2, 1. იმასთან შედარებით აქ არის ცენტრიდან გამოყვანილი. აბა წინ ვნახოთ. ოპა, გასისინებული. რა გინდა? ჭერია ცოტა ჩამოწეული, მაგას მიეხედება. მაინც ავიდე აქაც. აი ესე გვიწევს დრომიალი მეგობრებო ყოველდღე. გასაღები არ არის სადმე. ხო შეიძლება ერთხელ ვიპოვო ეს გვასაღებო მანქანის გასაღები. სვეჟი მანქანა ჩასნა და გარბენები რამდენია ქან ამას, ან იმას. ის მაგარ ტაივანებზე კი არის აწყობილი. არა, ეს Jetta არ გამოიყურება ცუდად მართლა რა. წინ ცოტა მუქი ფარები უყენია, რომელიც ალბათ ამერიკაშია შეცვლილი. ეს უკანა ფარი აქ იქ ჩატეხილი, ფარი მეთქი უკანა შუშა აქ იქ ჩატეხილი. დანარჩენი რავი, ნორმალურ მდგომარეობაშია. აი აქ პატარაზე აბოთთან გაფუჭებული. ეს გზაში გაფუჭდა თუ იქ ქონდა გაფუჭებული. ზუსტად არ მახსოვს რა. ესეც ამ ორი ამ მანქანის ამბავი.
ჩვენი შემდეგი მანქანა არის RAV4. ეხლა მე რას ვფიქრობ, იცი? იქ რა აძვრება, რა, მაგრამ მაინტერესებს და სანამ ჩამოვა ეხლა უნდა ვნახო ეს მანქანა. ამიტომ როგორღაც უნდა ავძვრე. ოპერატორო, მოდი დიდ რისკზე მივდივარ. გადამიღე თუ მოკვდი იქნება გქონდეს კადრები. პროსტა საიდან ავძვრე მაგას. ოიეჩ. ოპა. აბა რა ხდება ამ მანქანაზე? ეს რატო აქ ახაკრული? რა არის? აი შუშის გამო ქონდა აკრული უეჭველი და ჩამოიწია ქვევით. აი ეგ გასაგები. აბა შეგინით. ეს აი იმათ შუაშია რა, არც უფთა არის და არც ძალიან დაბინძურებული. ამას რო ჩამოვიყვანთ, ნახავთ, ერთი ამის ძრავს ჩავიხედო, ამის ძრავის ფოტო არც იყო. იმედია ძრავი სწორად გაგვედო. RAV4-ის გამო არ უნდა მოკვდეს ან რო გამახედზე. Mercedes-ი ყავს დასამთავრებელი. ის გელოდება. ოპა, ძრავი გქონია და ამას ზეთი თუ არის ძრავში? ერთი არის 3 ზეთიც არის. წესით უნდა დაიქოფოს თავისუფლად. რა ხედი ყოფილა მაღლიდან, ზო. არ გადავიდეთ ბოლო მანქანაზე. ჩვენი Subaru XV Crosstrek-ი, რომელიც ნაბუთქია უკვე ამ მხარეს ბალკაში. ეხლა წინიდან გავიქცევი. Spider-Man. Subaru-ი. 4 მანქანა დავათვალიერეთ. ეხლა ჩვენი მთავარი მიზანი არის მოვიდეს გასაღებზე ჩვენი მეგობარი დათო. ჩამოსვლა არის. All that I have is all that you've given me. მოვიდეს ჩვენი მეგობარი დათო და გასაღებები გავაკეთებინოთ. გასაღებებს რო გავაკეთებთ, იმედია დაიქოქება. ამიტომ დააპაუზეთ ეხლა და დაწერეთ დაიქოქება, თორე სხვა გზა არ გვაქვს. ამასობაში ხელები დავისვარე და გავიჭერი კიდეც პატარაზე. ევაკუატორი თუ დაგჭირდათ მეგობრებო, სადღაც 3 წელია უკვე ამ ხალხისგან ჩამომყავს მანქანა ფოთიდან თბილისში და ძალიან სანდო ხალხი არიან, დაკარგვით ხო არაფერი დაგეკარგებათ, სურათებსაც ყველაფერს დეტალურად გიგზავნიან, ზეთს ამოწმებენ, საბურავი შეება შეცვალონ კიდეც იქ ზაპასკა დაშვებული ან რაღაც თუ ბორბალი დაშვებული შეება ზაპასკაც მივიყენონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ დაგჭირდათ, მაინც დაგიტოვებთ ნომერს კომენტარებში და დაურეკეთ. კარგი ხალხი არიან და ჩემგან რა ქვია მაგას? 30 წვეთი ნოოპასიტი ორჯერ დღეში. რეკომენდაცია. ეს საოცარი ის არის. ყველა სხვა საკითხთან მიმართებაში ბავშვი აბსოლუტურად ადეკვატურია. რაღაცა იქნება. ამასობაში დათოც მოვიდა გასაღების გასაკეთებლად და ახლავე განახებთ პროცესს, როგორ კეთდება გასაღები. აი მეგობრებო, ესე კეთდება გასაღები. გასაღები გავაკეთებინეთ, ეხლა ზეთი ვნახოთ მანქანაში თუ არის. სად ხდება ამ კაპოტებზე? საიდან ხდება? ამას ორჯერ უნდა გამოკაჩო, მე მგონი, მოიცა? ტექნოლოგია არ ყოფილა მაგაში საქმე. всё. აბა ეკობუსტი. წყალი არ არის. ეს ერთი გადება. ეხლა ზეთი სად აქვს? ეს რა არის ზო? ზეთი არ არის, მე მგონი. ვაფშე მშრალია. სამობით არის ერთი ჩასვენებაც. მშრალი არის ბიჭო. წავედით ზეთი უნდა მოვიტანოთ. ზეთი უნდა მოვიტანოთ და იმედია კარტერი არ აქვს გაგლეჯილი ქვევიდან, მე ეგრე არ არის დახოქილი, მე ეგრე არ არის გაჩერებული, მე ეგრე არ არის დასტურებული, მე ეგრე არ არის აუქციონზე გამოყვანილი, მე ეგრე არ მაქვს ნაყიდი და მე ეგრე არ მაქვს გაყიდული ეს. გაიხა ეს კაცი შუა. ეს მანქანა გაყიდული მაქვს მეთან და უნდა მოვიდეს ცოტა ხანში მყიდველი. წავედით ახლა ზეთი უნდა ჩავასხათ და შევხედოთ. მანამდე დავაპროგრამოთ აკობა და ადესენ. მე დავაპროგრამებ ბატონის ანდროზე წმიდა. ზეთს ახლა მოვიტან მანამდე დავაპროგრამებ ბატონ დავით. მე მაგიმრავლოს გასაგები მომხმარი. ეხა რა იქნება კალონის მერე თორე მიმრავლოს კი. ახალ გასაღებებს თქვენ ვერ აპროგრამებთ. Mercedes-ი არაო, Jeep-ი არაო. Mercedes-ი შეიძლება ზამოკიდა გასაგები ერთი მანქანა. სამოკი თუ იყე ერთი მანქანის ფასი აქვს ზამოკი. მასილარიგის რა. მე კომპიუტერი უნდა შეცვალო ხო თუ რა? აბა. ერთი მანქანის ზამოკიდა გასაგები თუ იქნება ნებისმიერ Mercedes-ი იმიგივე მოდელი. ეს აღარგინა ვორისმენო. კარბენს წერს დავით. კი ქვეყანა. რამდენი? ქვეყანა არის 85. 85 აქვს? ხო, ძალიან კარგი. წამო ზეთი მოვიტანოთ. 1-2 ლიტრი ზეთი მაინც მოვიტანოთ თავიდან, რომ თუ რამე გაუშვას
კონდეს რა ზაპასად და თუ დაიწყო მუშაობა და არ გაუშვა, მერე შევცვლით მთლიანად რა, ან შეცვლის მყიდველი. წავა. აბა თამო ჩავასხათ, მიდი რა, ეხა აღარ მატყალო და იქოქე რა. აიქოქე ღმერთო! აიქოქე ღმერთო! იმედი ეხა თხრიალით არ გაზდის კარტერიდან. მიდი გენეცოლე მინი. 2 hours later. 3 hours later. აჰა, ეს საქმე გაკეთე. აბა, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მოდი მოიწე. დენი არ არის. სად იქნება ახსნილია ეს? მაიცა, არის? მიდი აბა. არა, მუშაობს, ნო. აუ, დაიქოქა, ძალიან კარგი, მაგრამ ზეთისად დავიდა შედაიქო. ზეთსაც არ უშვებს, რა? ჩავიყვანოთ ბარემ რა. მაიცა ამას ავხსნი თუ იმუშავებს ისე შევხედავ, აჰა. ბატარეასაც არ აქვს. ახალი სვეჟი მანქანა, ძმაო, აჰა. აუ, ხალი რო არ არის. წყლის ყიდვა დამავიწყდა და ხალი არის მინიმუმზე დაბლა რა. გამოხდილი წყალიც ჩავასხით და ვამატეთ. აუ, ძრავი ნორმალურად მუშაობს რა. ეხლა უკვე ჩავიყვანოთ და დანარჩენს მერე ვნახავთ უკვე სიარულში რა გამოჩნდება პრობლემა და რა არა. გარბენი აქვს 85,000. აუ, კაროჩე სალონს უნდა ძალიან ქიმწმენდა რა. მაგარი ჩაჭული არის სალონი. მაგრამ საბოლოო ჯამში დადგება მანქანა რა ფასშიც არის, ფასში დადგება. იქ რა ხდება? ტიპს რა ნაჭამი აქვს. ამას შეხებთ. რა მოასუფთავებს ამას. მაგრამ საბურავი დაშვებული. დაუბეროთ საბურავი ერთი. აუ, აღარ იქოქება რა ჯანდაბა. წინ არ მიდის მეთქი და ხუმბა რა აქვს ვაფშე რა სწავაში. მაქედან ზეთი კარობკაში ვაფშე არის რა ვიცი რას გავიგებს. მოკლედ ეს მანქანა პარკინგში გქონდა და ისე ჩამოგორდა რა. ეს ხუმბარა რო არ უკეთია და მოხსნილი რო აქ არც დადის მოკლედ არც ვარდება სიჩქარეში არაფერს აშვება. ეხლა ევაკუატორით უნდა წავიყვანოთ, ვერ ამ ხუმბარას მივხედოთ. აკუმულატორიც მკვდარია და ამ მანქანებზე ვინც იცის პროსტა აკუმულატორი როგორი ხსნება, აი მთელი ეს უნდა მოხსნა ზედა დაფა და მე აი აქედან უნდა გამოიღო აკუმულატორი. აი ამ ტყში რო უყენებდნენ, იქ ხო უნდა ეფიქრათ და შესაძლოა რომ აი თლია ჯერ ესენი უნდა მოხსნა ჩისტი წელად, მე ეს უნდა მოხსნა. და მე იღებ აკუმულატორს და უყენე რა, აი აქ დაუყენე, აქ დაუყენე, რა ვიცი. ანუ ეს ცოტა უკან გაწიე. აი ამზე ერთად. წამო ეხლა მივხედოთ ჩვენ შემდეგ მანქანებს. ჯეტა ჩამოვაგორეთ დრო რომ მოგვეგო, რადგან ამ მანქანებზე გასაღები ესე მარტივად არ კეთდება, უნდა მოხსნა მონაცემებთა დაფა. აი, როცა ჯეტა ჩამოგდით, ყველა ვარიანტში პრიბორი იხსნება რა. ამებზე ხო ჩვეულებრივად გააკეთა გასაღები. ამ შემთხვევაში პრიბორი უნდა მოხსნა, რაღაცა უნდა ამოიღო იქიდან და მე აკეთებ გასაღებს რა. ამიტომ ეს ცოტა მეტი ჯდება ვიდრე ჩვეულებრივი გასაღები. ამასობაში დავიწყეთ RAV4-ის გასაღების გაკეთება და კარგი ამბავი რაც არის ის არის რომ ეს მანქანაც დაიქოქა, თავისი ხოდითაც ჩამოვიდა და მეც მაგარი ვარ რა RAV4-ის ძრავი გაფუჭებული, რა ვიცი, მე არ მინახია და თქვენ გინახიათ ვინმეს RAV4-ის ან Camry-ის გაფუჭებული ძრავი დამიწერეთ აბა კომენტარებში. ამ წლოვანების Toyota-ები მაგარი ვირი მანქანებია ეს 2 და 5 ძრავით, თქვენ რას ფიქრობთ აბა? ამას ვიზუალურად უნდა რა თქმა უნდა ხელი შევლება და სალონიც ქიმწვენდას საჭიროებს. მოდი აბა საბარგული ვნახოთ აქ რა ხდება. აი ხო არასდროს არაფერი მოყვება რა. ეგრევე გავუშვა ამოვასუფთავა. ვაფშე თუ გასწორდება. ამასობაში ეს კროსტრეკიც ჩამოვაგორეთ, ეს მანქანა გაყიდული მყავდა და მისმა მყიდველმა ჩაიბარა და კიდევ ერთი კარგი ამბავი ეს ჯეტაც დაიქოქა, ძრავი უპრობლემოდ მუშაობს და არის 2-0 ჩვეულებრივი უტურბინო ძრავით. ვიზუალურად პატარ-პატარა დეფექტები ეთყობა გარშემო, მაგრამ ისეთი არაფერი აქვს და წავიყვანთ გასარეცხად. ჩვენი მთავარი საქმე ახლა ეს RAV4 აქვს, ჭირდება გაფუჭებული დეტალების გასწორება და შემდეგ შეღებვა. საბარგული თუ გასწორდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები და ტყუილად აღარ მომიწევს დიდი თანხის გადაყრა. ეს სხვადასხვა დისკები რა არის, 4-ვე ერთნაირი დისკი ვერ ნახა? სალონი რა თქმა უნდა სუფთა არ არის და ქიმწვენდა ჭირდება. მარცხენა უკანაკარი შუშაა ჩამტრეული და სულ შუშები ყრია სალონში. წინაც ესეთი ამბავია, ნაგავი და ნუ ტიპიური ამერიკელის მანქანა იყო რა. ახლა ხელოსანთან უნდა წავიყვანოთ, თქვენ კი გამოიწერეთ მეგობრებო ჩემი გვერდი და დააყენეთ ზარისღილა კი კომენტარებში კი დამწერეთ რა მაკლია იმისთვის რომ იდეალური ვიდეოები შემოგთავაზოთ. ოპა, ნახეთ რა მანქანაში ვზივარ. უსუფთავესი მეგობრებო, უსუფთავესი. ნადირი RAV4. სხვადასხვა ორს იმენა ბურთივით დადის ეს მანქანა. Toyota მაინც Toyota არა. რაც არ უნდა რაღაცა ის იყოს, რა ქვია, დაზიანებული და გარბენით და იმით
მაინც ნადირია რა სარკე უყენია ამას შეხედეთ არა რამხელა ტრაილერის სარკე უყენია და ეს იმენა Хусо, привет, Миша вар. Миша, რა შავი Миша. ვლადიმირსკი ცენტრალ ისე რა ბურთივით დადის მართლა ერთ-ერთი ამ დინამოს ანთებს და იმედია გლდანის ხიდებზე არ ჩამიქრება მანქანა დანარჩენი აქ ნადირი ტელეფონის დასადები გვაქვს შვენივრად გზნობს თავს გზაზე მეგობრებო არაფერი არ ხმაურობს სავალ ნაწილში ამორტიზატორები რამე ყველაფერი რიგზე აქ შუშა გვაქვს გატეხილი როგორც ხედავთ იმედია კისრიდან არ დავიჭრები იმ შუშით 4-ვე წამყვანია თან მგონია რომ საბოლოო ჯამში ნორმალური მანქანა დადგება და ნახოთ აბა ისე მოდი ახლა ყველა მოაღიაროთ რა Toyota დღევანდელ დღეს ამ მდგომარეობიდან გამომდინარე არის ადამიანი რა აი 124 რო იყო 90-იანში იგივე პონტი არის ეხა რა შენ რაღაცას გაპრეს ვიყოდი ხო იცი თლად ისეთი ვერ არის მაგრამ აი ვერა გამძლე მანქანები არის მარტივი გამძლე მესმის რომ ტაშტია მესმის რომ ხმის იზოლაცია არ აქვს მესმის რომ ხელი ჟესტი აქვს მაგრამ ის არის რა გამძლეა რა ვაიმე გავიგე დედა გაგების დონეზე გავიგე შვილო კიდულობ და არ გაწუხებს და ცეპებს არ უცვლი და ვარნუსებს არ უცვლი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ვისაც მანქანა უნდა ერთიდან მეორე ადგილას რომ მივიდეს და არ შეაწუხოს და პახოვდო ჯიპიც ყავდეს არის RAV4 ვისაც გამძლე მანქანა უნდა ჩვეულებრივი სედანი არის Camry, Corolla რავი ოპა ნელა ჩემ მიჯი ოიმე რაზდადის დინამოს მინთებს მეთქი და ვაგაზავებ სანამ არ დამტოვებს ახლა შუა გზაში არ მოვისვენე როგორ ახართ ბატონო ზაქრო გამიგეთ რა 20 ძალიან ნოჭის წამოგანახო შეხედე საბარგული თუ გასწორდება რა ამის საბარგული ვერ მგონი რომ დვირიღეთ ნახება გასწორდება მორავ აი სადირექტული გოვასო ორ გასწორდება რა მინდა კომენტარლა აბოტი ხოიასნა გასწორდება ხო შპაგლი თუ არა აქვს რამე ნატოლებია მომ გასწორდება ნაწვალებია აი ნასულებია რაღაც ფოტი ნასულები ეკრანს მოვიტან თუ ეკრანი ესე ჩამოვიდა როგორც ხედავ აქ არის ესენი კიდე აი ესა პატარა ჰა ხო აბა რა საცერამია კრასკა ხო უნდა ეხა აი ამას ვერ დავტოვებ ეხა ესეთ რაღაცები უნდა გავკლასკო რა თავარია ეს გამოვიდეს კარგად საბარგული და მოკლედ მე და ზაქრო შევთანხმდით ჩვენ საუბარს შემდეგ კადრში გაიგებთ და დარწმუნებული ვართ თქვენს თავსაც ამოეცნობთ ვინც მანქანებს აკეთებთ ბიჭო, ერთი კვირა მჭირდება რა. რას მეუნებითო ბიჭო, ერთი კვირა მაჩუქე, მე მჭირდება. კაი იყოს ეგრე მაგრამ იცოდე რა მე არაფერი აღარ მითხრა საუ აბა ვინიცანი თქვენი თავი დააპაუზეთ და დამიწერეთ კომენტარებში შემდეგი კადრები კი არის ჩემი და მალიერის საუბარი რომელიც ძალიან საყვარელი კაცია და სკოჩმაძრო აი აქაც სკოჩი ქონა და წამოიყოლა სიმფულვარემ კაროჩე დედაუტირა რა კაროჩე ახლა ფუსტები როგორ აწყალებოდები ხო ეს რო გახურდა კაროჩე იმენა ცელოფანმა დაწვა რა საერთოდ ვერ წავიდა გაიგე და მე უკვე ბილი სადაც ნახა ტოჩხარი გაიყოლია და წამოვიდა ხო გამოჩნდები YouTube-ზე ო ცუდად არ გამოვა კაროჩე რა ახლა თუ ამძვალი ამას დამუშავებს ჟესტია და ხო და გამომდინარე არ გამოვა სამისოს მაგრამ ეს დამძვალია სანდო უბრალოდ დადოშმესავიდან ლევიდო მისი შემოგვიგე სუდან პარია და სამები ამას პროგრამა როგორი დაუდგე ხო სუდა გაიქიქება აბა მაშინ სულ რა შევღებო კლიან წელს ხოვით რომ შევღებო თლიანად რამდენი დაგჭირდება ამაზე პრესკა დაახლოებით კაროჩე სადღაც დაგჭირდება 2 კილომდე ო როგორც შენ ახლა ჩემი კლიენტი და რაღაცა კაროჩე 2 ნახევარს გამოგაშლა უჯერია მთელი ქვეყანა აი $1000 უწევს რა წინა მოდელისა დაიფსე რა ჩესვეძე აწევა ხო შენი იყო ნავას ჩამო აჰა ძმაო $7 გამოგაყდა 2490 წავე და $7 ბიმოქს ეს ორიგინალია ეს ხო
როგორ თქვი? მოკლედ ტოვებთ მანქანას, ჯერ ზაქროძე აიმუშავებს, ჟესტზე იმედია, კარგად გასწორდება საბარგული და გარშემო სხვადასხვა დეტალებსაც გაასწორებს. ცუდი ისაა და ძალიან არ მინდოდა, მაგრამ წელსქვევით მთლიანად შეღება გვიწევს, მაგრამ არა უშავს ხანდახან ხდება ხოლმე. ამასობაში კი ზაზორებში გასწორდა წინა მხარე, ბამპერი მოიხსნა და მოერგო, კაპოტით ძრავსაფარი ანუ გაასწორეს და რაც რთულად წარმომედგინა და კარგია, როგორც ხედავთ, საბარგულიც გაკეთდა. პატარ-პატარა დეფექტებიც მანქანაზე გამოსწორდა, ახლა კი უნდა დავიწყოთ მანქანის შესაღებად გამზადება. ჯერ პირველ რიგში დაშპაკლა გასწორებული ადგილები, ამ ყველაფერს საკმაოდ დრო ჭირდება, რადგან ბევრი სამუშაოა. შემდეგ მანქანა ეტაპობრივად სრულიად დაიშალა, ანუ ფარები მოიხსნა, ბამპერი მოიხსნა, კარის სახელურებიც და სარკეებიც სულ დაიშალა. რა თქმა უნდა, უკანა მხარესაც იგივე, საბარგულის პლასმასი და ფარებიც მოიხსნა. რამდენჯერმე დაიშკურკა, დაიშპაკლა და ბოლოს როგორც იქნა დაესხა გრუნტი. ვინც არის ის იმისთვის ახსნი მანქანას, როცა დეტალი აქვს გასასწორებელი, ჯერ გასწორდება, შემდეგ დაიშპაკლება, შემდეგ დაიგრუნტება და შემდეგ უკვე იღებება. ამ მანქანამაც ზუსტად ეს ეტაპები გაიარა და უკვე გამზადებულია შესაღებად. ეს ცუგო კიდე რა საყვარელად გვიყურებს, ამას შეხედეთ. ბოდიშით რომ შეგაწუხეთ, ბოდიშით. მოკლედ ამ მანქანას ტოვებთ შესაღებად, რა ამასობაში გავრეცხეთ ეს ჯეტა და შეხედეთ რა მშვენივრად გამოიყურება და თან ახალი ამბავი ისაა რომ დაუდე გასაყიდად თუ არა ეგრევე გაიყიდა. მაგრად მაინტერესებს თქვენი აზრი, დამიწერეთ კომენტარებში, აი რას ფიქრობთ, რამდენად გაიყიდებოდა ეს მანქანა ზუსტად ასეთივე მდგომარეობაში. შეგახსენებთ მხოლოდ შუშა ჩაუსვით უკან პატარა რაც გადახელი ქონდა და გავრეცხეთ. მე მგონი $450 მანქანისთვის ცუდი არ არის, ჰა? რას ფიქრობ? ქალაქში სარბენად ბიუჯეტურ ამბავში მშვენიერი ვარიანტია. აცი ამ კანონის შემდეგ ასეთი იაფიან მანქანებს რაღაც ჩამოვიყვან, ჰა? მარა რაღაცას მაინც მოვიფიქრებ, აგერ მე და აგერ თქვენ. აბა, დავემშვიდობეთ ჯეტას. ახლა კი ვზივარ ჩემს 126-ში და ვტკბები, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ არ დაიდო ამ მანქანის ტესტ-დრაივის ვიდეო და რატომ დაიდო ის ვიდეო, რასაც ახლა უყურებთ. ამ კითხვაზე პასუხს მეგობრებო, ახლა ვეგაქცემთ. რატომ მეგობრებო და აი სწორედ ამიტომ. ზუსტად ერთი კვირა გადავღებლად წვიმს და მანქანა ვერ გავრეცხა. იმედია ჩემი კამერა არ გადაყირავდება. ასაც დავყრავ რა. არ დამისაღებს მანქანა შეგნით. ველოდები ამინდებს გამოვიდეს რომ კაი ვიდეო გადავიღო ამ მანქანაზე, ტესტ-დრაივი გავაკეთო, გავრეცხო, გავასიცინო. შეხედეთ რა ამაზე, ამას შეხედეთ. აჰა. ეხა მზე გამოდის. მე ამ ამინდების ვერაფერი გავიგე რა. ეხა უცებ შეიძლება შეწყდეს თვითონ მე წავიდე მანქანა გავრეცხო და საღამოს ისევ დაუშვებს. აი სულ ეგრე ხდება ხოლმე რა. დღეს ეს ვიდეო რაც დაიდო მეგობრებო, ჩემი პირველი ვიდეო იყო ასეთ სტილში, ანუ როცა მანქანა ჩამოვიდა, oldi არ იყო, ჩვეულებრივი მანქანა იყო და იმის პროცესი განახეთ რა. რა სიტყვით ასეთ ვიდეოზე თქვენი აზრი მაინტერესებთ, მოგეწონათ თუ არა, იმიტომ რომ ეგეთი მანქანები ძალიან ბევრი მყავს, ძალიან ბევრი ვიდეო შეიძლება ეგეთი დაიდოს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი რა. თუ მოგეწონათ, დამიწერეთ კომენტარებში, თუ ისურვებდით კიდევ მსგავსი ვიდეოების ნახვას. მე სიამოვნებით შემოგთავაზებთ. რაც შეეხება oldi-ებს, რა თქმა უნდა, ამის ტესტ-დრაივიც დაიდება და მარტო ამის არა, მეგობრებო, ძალიან ბევრი მაგარი მანქანა იქნება ჩემ არხზე, ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი, დააყენეთ ზარისღილაკი და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოებს, რადგან ბევრი საინტერესო და მაგარი ვიდეო გველოდება. ის ჯეტა ხო გაიყიდა ეგრევე, რა 4 შეღებვას ელოდება და ჩამოდის კიდევ ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი მანქანა რა, ამიტომ მსგავსი ვიდეოები არ მოგვაკლდება. ერთი მთავარი თემა ის არის, რომ ის კუპე ოქროსფერი სულ დაშლილი მყავს რა, ეხლა არის სულ დაშლილი და ველოდები ისეთ კომპანიას, ვინც აი იდეალურად ქარხნულად შემიღებავს მანქანას, რადგან როცა მანქანა უნდა გადავღებო, მინდა მივიღო ქარხნულთან მიახლოებული შედეგი რა. ამიტომ არ ვჩქარობ და ველოდები ისეთ კომპანიას, ვინც საკუთარ თავზე აიღებს იმას, რომ გადაღებოს და მითხრას, რომ აი როგორცაც ვიტყვი, ეგეთი გამოვა. ამიტომ რა ვიცი, მაგიტომაც იწელება ეგ პროექტი. თორე სიამოვნებით მე მზად ვარ და რაც შეიძლება მალე მინდა რომ დავდო. უბრალოდ ეგეთი რთული ამბავია რა, შესაღებია. სალონიც უგასაკეთებელია და ჯერჯერობით ვერავინ ვერ ვნახე, ვინც მაგ ყველაფერს გამიკეთებს და ზუსტად მაგ ყველაფერს გამოიწელება ის კუპე, არა და ჩემი ოცნების მანქანაა და ისეთი მინდა გამოვიყვანო, რომ ყველა რო შეხედავს ეს რა მანქანაო, ეგ თქვას. ამასაც ზუსტად ეგრე უყურებთ. რა ლამაზი ფერია აქ, უბრალოდ შეხედეთ, აი ეხა ამ დროს რა, მზე რო ჩადის, არის ყველაზე ლამაზი ფერი. აი ცისფერია, ცისფერში გადის და რო დავდივარ, აი ყველა ისე იყურება, გუშინ ქალაქში რო დავდიოდი, ზუსტად სამმა პოლიციელმა გვერდზე ესე მომიჩარა და მეთქი ტელეფონში ხო არ ვიყურები რამე და ესე მიყურებენ, მეთქი მართვის მოწოვა არ მომთხოვნან, გამაჩერონან რამე და უცებ ეგრევე წკა ყველას მოწონს ჩვენი ჯიგარი რა. ეს დისკები კიდე მაგრად მოუხდა, აი იმენად დააკვდა რასაც ქვია. მოკლედ მადლობა ჩემო მეგობრებო, რომ ჩემს გვერდზე იყავით ამ ვიდეოს განმავლობაში. მე გემშვიდობებით ახლა, დაგიბრუნდებით შემდეგ ვიდეოში, აბა ყველას წარმატებები.
რა მიყვარს ესე ჩაჯდომა, ესე რომ მიდიხარ და ჯერ ამ მანქანის ხმა. მოიხურა და Let's go.